ხო, და კიდე ერთ თემა შევეხოთ, აი დღეს მაგალითად სანდრო ცნობილაძის სახლში შევიდნენ ჭხრეკაზე და იქ რაღაცა მოკლედ ინტიმური თემა შემოიჭრა. ესაც პროპაგანდის ნაწილია? ბოდიში ანუ შევიდნენ რომელიც სანდრო ცნობილაძესთან, რომელიც აქტიური მონაწილეა პროევროპული აქციების და ედავებოდნენ ვიღაც ქალმა თქვა რომ ფარული აკაუნტით მიკავშირდებოდა ადამიანი მთხოვდა ჩემ ფოტოებს მე უგზავნიდი ოღონდ მე მივხვდი რომ არ იცოდა ვინ იყო მაგრამ ეს ალბათ ეს იყო და ამიტომ შევიდა პოლიცია ანუ სექსი ჩვენთან ხო ძალიან კარგად მუშაობს ხო სექსზე საუბარი ანუ პროპაგანდის ნაწილია თუ არა საქართველოში სექსი იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს რაღაც ფარული კადრები ბევრი ბოლო წლებში ხელისუფლება რაც შეიცვალა ეს არის ეს უნდა იყოს ტაბუირებული თემა, არავის პირადი ცხოვრება. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ რატო ემორჩილებიან სექსით შანტაჟს ადამიანები? ალბათ იმიტომ, რომ სექსი მიაჩნიათ სირცხვილად. ეს არის საბჭოთა გადმონა, არ ვიცი, გავლენა, ისე მენტალიტეტის. პირველი ახლა ჩემი თაობის ადამიანები, ჯერაც ცოცხლები არიან და ჯანმრთელები და ჯანსაღები და მოგეხსენება, რომ საბჭოთა პერიოდში გავიზარდე, როდესაც ძალიან ესეთი კაფეოთ იყო დაყოფილი ღირებულებები და როდესაც ჩემი თაობის ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ სიშიშვლე სირცხვილი არ შეიძლება. და აი ნახე ერთ თემასაც მინდა მოვასწრო, ესაც ძირითადად ჩვენ თუ დაუკვირდებით, ოცნების მომხრეები არიან ხანშესული ადამიანები, უმეტესობა, ხო? რომლებიც ვერ იტანენ აი ფერად გოგო ბიჭებს, რომლებიც ქუჩაში დგანან. რატო ხდება ეს? რატო არ აქვთ მიმღებლობა ფერადი ადამიანი? ფერად მე გულისხმობ აი თავიანთი ცხოვრების წინ ჩაცმით თუნდაც და ლაღი ადამიანების მიმღებლობა რატო არ აქვს ამ შუახნის ადამიანს? იმიტომ რომ თვითონ არ გაზრდილა ლაღა, თვითონ გაიზარდა დიქტატში, ტირანიაში. გაიზარდა ძალადობაში უმეტესობა და იმიტომ კი არა რომ დავუშვათ ცუდი დედმა მაყავდა ყველას უკლები ვარა უბრალოდ იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება უწესებდა ისეთ ნორმებს და არაფრით არ შეიძლებოდა ამ ნორმების გადახვევა იმიტომ რომ მოკვეთილი ხდებოდი საზოგადოების ახლა წლობით წარმოიდგინე შენ რომ ადამიანი 30 წელი ასე ფიქრობს და უცბად ხედავს რომ მოდის, რა ვიცი, ტატუიანი ლაღი გოგო, რომელსაც აცვია, რა ვიცი, ვარდისფერი მაისურით, მაგაშლილი რა. ხო, მისთვის ეს არის წარმოუდგენელი. მისთვის ეს არის როგორც მინიმუმ გარყვნილება. მისთვის ეს არის როგორ თავისუფლება საშიშია. რატო ეშინიათ ევროპის? რატო? იმიტომ რომ ევროპა არის თავისუფლება. ოღონდ არასწორად ესმით ეს თავისუფლება, ანუ მე ევროპაში ნაცხოვრები ვარ და მინდა გითხრა რომ ოჯახური ღირებულებები იქ გაცილებით მაღლად დგას ვიდრე ჩვენთან. გაცილებით. იქ ოჯახი არის ერთიანი სისტემა, სადაც როგორც მინიმუმ ღალატი დაუშვებელი.